ბავშვო? დავა. მორას მზადგას გაკვეთილი. დიახ. დღეისათვის რა გვაქვს ბარამიძე? აღი წერესლის თორნიკერის თავში. შესავალი ზეპირად შინაარსი თხრობ. დაბრძანეთ. ჯერ აღწევთ ახალ მასალას, შემდეგ კი გამოკითხავთ. დიდი ქართველი მგოსანი დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს და გარდაიცვალა 1792 წელს მირგოროდში. დღემდე მატიანემ შემოგვინახა პოეტის დაახლოებითი პორტრეტი. დავით გურამიშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია. მის კალამს ეკუთვნის ისტორიული პოემა ქართლის ჭირი და დიდაქტიკური ხასიათის ლექსი სწავლა მოსწავლეთა. ეს ლექსი პოეტს საგანგებო დანიშნულებისათვის დაუწერია სახელდობ ყრმათა, ანუ მოსწავლეთა დასარიგებლად, რაც ლექსის დაწყებიდანვე აშკარავდება. ისმინე სწავლის მძებნელო, მოხდებ დავით. ნაბაკი ხალბატონო სამას, სულ ნახევარს ამ წაგახსნებ. ბალიაშვილი, სვანიძე ხუმსიაშვილი. დირექტორის ბრძანებით, ხვალიდან სკოლაში არ დაიშვებით. რატო მასწავლებელი, რატო? როგორ უნდა გააშარეთ? თქვენი გულისათვის სკოლა ვერ ასრულებს ჯახის შეგროვების გეგმას. მე ხომ მოიტანე. შენ თუ მოიტანე ხუმსიაშვილო. პატივცემულო სახლში რაც რკინის საწოლები მქონდა ყველა სკოლაში მოვაგორე. ორი თვია იატაკზე მძინავს. დიახ. შენ არ ეს კილოგრამი ჯახი არ მოგიტანია. ასე ხუმსიაშვილი, მე მეტი არ ვიცი რა მომეტანა. როგორ უნდა ვიცი? ეს მე რეპატი მოდადე მარიკი რა არის ჯახი? ეხლა დირექტორთან. მაბატი ხალბატონო ხალბატ სწავლა მოსწავლეთა ისმინე სწავლის მძებნელო მოხდებ დავითის მცნებასა ჯერ მწარე მაბატიეთ ხალბატონო თამარ დირექტორის დავალებით ვარ ასკი დენაბიჯი Pri, observa. Pri, das ist. Висат საბარებული გაქვს მშთ 100 ხელი. გასაგებია, დაუ. თქვენ რაგვარი ბრძანდები? ბუცხრიკიძე. თქვენ? სვანიძე. გასაგებია, თქვენ? ბარამიძე, დაბრძანდი ბარამიძე ადექი სვანიძე. რატომ არ იყავი გუშინწინ შეჯიბრზე? რეიტუზი არ ქონდა, ხო? რეიტუზი წინ ქონდა მასწავლებელო, მაგრამ მამაჩი მომითხე, რაღა დრო შეეხება გოგოს სტადიონზე ძუნძულია. საბარაგი. ლის ბოლოს 4 ას რომ გამოგაყოლებ და ატესტატს გაგიფუჭებ. აი მაშინ ნახავს მამა შენი ძუნძულს. ინდრესაც კალბატონო თამარ. შენ გაკვეთილზე რა? ფიზკულტურის გაკვეთილზე. გეომეტრიის ციგნი ქონდა ბატონო, ვინ გაპატიებს შენ მაგას? უღურებას დაგეკი. ვარი? ბარამიძე, შენ რატომ არ იყავი შეჯიბრზე? მე გვიხინ მას მუსიკა მქონდა და ფრანგული. მე მამა მითხრა არ წახვიდეო. რაგვარი ხარ ბარამიძე? ბარამიძე. პლატონ ბარამიძის რა ხარ შენ? შვილი ვარ. დაჯექიზია მე. ვეთხია დრე. აბა, უცხრიკიძე და ეგარი ხარ? სვანიძე, აბდაბიძე. გამოდედი, დაწხრისაგეთ. ორი ნაბიჯი, ის ორი. კიდევ მარცხნისაკენ და დირექტორის კაბინეტისაკენ ნაბიჯი. მაბატიეთ ხალბატონო თამარ, მაგრამ სკოლამ ხომ უნდა შეასრულოს მშთ-ს ნორმები, ბატონო. სწავლა მოსწავლეთა ისმინე სწავლის მძებნელო მოხდებ დავითის მცნებასა ჯერ მწარე ჭამა. ბავშვებო, ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს. ზოგიერთმა იცის და ვინც არ იცის იმას ვასწავლის, რომ არსებობს ნებაყოფლობითი საზოგადოება წითელი ჯვარი. სიტყვა ნებაყოფლობითი კი ნიშნავს სურვილისამებრი. ესე იგი, ვისაც სურს გახდება საზოგადოების წევრი, ვისაც არ სურს არ გახდება. ვისაც არ სურს არ გახდება, ვისაც სურს გახდება. გასაგებია რა ყოფილა ნებაყოფლობითი საზოგადოება წითელი ჯვარი? აბა გაიმეორეთ.
ვისაც სურს გახდება, ვისაც არ სურს არ გახდება. აბა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ვისაც სურს გახდება, ვისაც არ სურს არ გახდება. მაგრამ ხვალ ვინც არ გახდება ამ საზოგადოების წევრი არ დავინახო სკოლაში. სკუხელი ჩემთან. თქვენ განაგრძეთ ალბათონო თამარ. სწავლა მოსწავლეთა. ისმინე სწავლის მძებნელო მოხსნებ დავითის უსუნებასა. ჯერ მწარე. მაპატიეთ ხალბატონო თამარ, ნახევარწუთს დაგარქმევთ. ოლიმპიადა კარგია, მომგარი და ამ დროს სარაჯიშვილი, გამრეკელი და ხუნსიაშვილი სისტემატურად მისცემენ სიმღერის გაკვეთილებს. აფია თუ არა? ლაცაცა ხმა! პატიცემლო მასწავლებელო, ყოველ დასვენებაზე ღერივად, მრავალჟამია. ღერივად მასწავლებელო, ღერივად. არ დაუჯეროთ ხალბატონო თამარ, არ დაუჯეროთ. ახლავე დაგიფკიდეთ, რომ არც ერთ სიმღერას სწორად არ მღერიან. ოლიმპიადის პროგრამა იცით? ვიცით, გაითვალისწინეთ, რომ გვერდის კლასში მეცადინეობაა და თუ შეიძლება ცოტა ხნარა. იქ უკვე ჩავატარე ხალბატონო თამარ. მორბის, 3, 4. ჩუჩუღის ჯავარობა. მორბის არაგვის, 3, 4. მორბის არაგვის. ჯერ მწარე ჭამე, ყლავს კბილი, თუ ეგზერცემონია. კლასია 42 მოსწავლეს, სახეზია მხოლოდ 2. დასწრება არ გაქვს. სად არის თქვენი ამხანაგელი? სამი ჯარდის მოსატანად არიან. 4 მაკულატურის შესაგროვებლად და 5 საესტრადო ანსამბლის რეპეტიციაზე იმყოფებიან. სამი მოსწავლე პიონერთა ხელმძღვანელმა გაიყვანა. 8 მოსწავლე სეკვესტრიშია დაყოლებული და ოლიმპიადისათვის ემზადება. თქვენ არაფერ სტრესში არ ხარ? მე მათემატიკის სტრესი ვარ, სტრესში. მე ფიზიკის სტრესი მარ. ესე იგი დარჩენილი ხართ 2 უნიჭო. არა ბატონო, ესენი 5 ოცნები არიან. ქალბატონო თამარ, ვის რაში სჭირდება ამათი 5-ები? ჩვენ გვჭირდება მოსწავლეები, რომლებიც სკოლას ასახელებენ და სახელს გაუცმამენ. ხვალე მშობლებს მოიყვანს. თქვენ განაგრძეთ, ქალბატონო თამარ, განაგრძეთ. თავსინანულის ჯობია, ბოლო ჟამს დანანებასა. როგორ ასწავლოთ საგანი, თუ კი არ მისცემთ ნებასა. ყველას მოგეხსენებათ,